შირისა და საქართველოს სახალხო არტისტთან რობერტ სტურუასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუს დისკუსიის ფორმა უფრო აქვს და მისი წაკითხვის შემდეგ აშკარად იგრძნობა, რომ როგორც ჟურნალისტს ისე რესპონდენტს საბჭოთა ნოსტალგია მოეძალათ. ამ ნოსტალგიით შეპყრობილები კი ორივე მათგანი თავს მოტყუებულად გრძნობს. მინისტრის მოადგილე პოპოვმა გამომიძახა ერთხელ და მითხრა, რობერტ ვიცი ყველაფერი, მაგრამ არ შეიძლება ამაზე საუბარიო. ამაში პატიოსნება მეტი იგრძნობოდა, უნდათ სტერეოტიპების დანგრევა, მაგრამ ეშინიათ. ესენი გვატყუებენ, რომ ანგრევენ, სჯერათ, რასაც აკეთებენ. არაფრის არ სჯერათ, ჩვენ გვატყუებენ, რომ სჯერათ. ბოლო პერიოდის კომუნისტებსაც თუ შევადარებთ, ზნეობაც, მორალიც, კანონიც იქ ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლა. ანტიდასავლური და პრორუსული იდეოლოგიური ხაზი საქინფორმს და გამოჩენილ რეჟისორს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გამოჰყვა. ამ აგდებულმა მარაზმამდე მისულმა ამერიკულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვინც უნდა გააჩერო, ჩუმად ყველა გეტყვის, რომ მაინც რუსეთი ურჩევნია. გნებავთ კულტურულად, გნებავთ მენტალურად, გნებავთ რელიგიურად. საქინფორმის ჟურნალისტისთვის საქართველო ამერიკის შტატი და კოლონია უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი პარტნიორი ქვეყანა. რობიკოს კი ის ფაქტი აღელვებს, რომ თურმე განახლებული ბათუმი თურქულ ჩეჩმუსად გადაიქცა. არც ერთს და არც მეორეს ქვეყნის ტერიტორიის ის 20%, რომელსაც ამჟამად რუსული სამხედრო ჩექმა თელავს, საერთოდ არ გახსენებიათ. სამაგიეროდ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სიძულვილში დასდეს ბრალი და დიდი მაესტრო ამ სიძულვილის მიზეზების დასახელებასაც არ მოერიდა. ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი. რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი რომ შენია, არ უნდა ჰქონდეთ? სომეხია და რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალული. დიახ, მათთვის ვისაც ეზიზღება სომხები საქართველოს, მე ვიქნები სომეხი. ვისაც ეზიზღებათ აზერბაიჯანელი, მთავრობაში ვიქნები აზერბაიჯანელი. ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ვარ ოსი და დიდი სიამოვნებით ვიქნები ოსი. არა. რობიკოს ოპოზიციური სენტიმენტები და ქართული პარტიის ახლანდელ მესვეურებთან ძველი კავშირები ჯერ კიდევ მაშინ ხდა ცნობილი, როდესაც უცნობთან საკანში სტუმრობდა და შოუს წამყვანი 2009 წლის 9 აპრილს მასობრივ ფაღარად საანონსებდა. ის რომ გაზაფხულზე ბუნებასთან ერთად ქართული რადიკალური ოპოზიციაც გამოცოცხლებას ცდილობს, არ ახალია. არც ისაა უჩვეულო, რომ ოპოზიციური ლიდერების ნაწილი კონსულტაციებზე მოსკოვში დადის და დღეს უკვე ღიად შეიძლება საუბარი, რომ მათი დახმარებით კრემლი ქართული სახელმწიფოს შიგნიდან აფეთქებას და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს. მე შევაფასებდი ამ სტატიას, როგორც იცით, ერის შიგნით, რა, სამოქალაქო საზოგადოების შიგნით გამხეთქილების შეტანის, ასე ვთქვათ, პრეცედენტს. ეს გააზრებულია თუ არა, სხვა საქმეა. ბატონ რობიკო ამ შემთხვევაში ხელისუფლებას კი არ უპირისპირდება, არამედ ფაქტიურად უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ საკუთარი ინტერესების გასატარებლად ყველაზე უკეთ იმ პირების გამოყენება შეიძლება, ვინც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და თავი ჰომო სოვიეტიკოსად მიაჩნია. გადაბლებს ქსენოფობიას, ფსევდონაციონალიზმს, ან ყოველივე იმას, რაც რუსეთის იმპერიისათვის იყო და არის იარაღი ერთაშორისო შუღლის ჩამოგდების, გადაკიდების. შტაბ-ფისტილება რჩება, რომ მანს არც კი გაუგია, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და იშალა. რუსული გავლენა ქართულ მედია სივრცეზეც აისახა და ამ მხრივ საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი ავანგარდშია. როგორც ჩანს, მისი მთავარი რედაქტორი არნი ხიდირბეგიშვილი, ან რუსული დაზვერვის აგენტია, ამ სხერპლის სინდრომითაა შეპყრობილი, რადგან სხვანაირად გაუგებარია თავის თითქმის ყველა სტატიაში, რატომ აქებს და ადიდებს ოკუპანტ ქვეყანას. მას ისევე როგორც მაესტრო რობიკო სტურუას საკუთარი ქვეყნისა და სოციალისტური ინტერნაციონალის სიყვარული გაიგივებული აქვს.